დღევანდელი მთელი პროცესი იყო ერთ რამეზე. ეშინია თუ არა წულუკიანს რომ მოვიდეს სასამართლო პროცესზე. და დღეს დადასტურდა, რომ თეა წულუკიანს უკიდურესად ეშინია მოვიდეს სასამართლო პროცესზე. უფრო მეტიც მოსამართლემ თვითონ თქვა, რომ სურვილი არა აქვთ მოსვლის. ახალი სტანდარტი დააწესა, წარმოიდგინეთ, რომ თურმე კონკრეტული მოწმედ გამოსაძახებელი პირის ნება სურვილზე ყოფილა დაფუძნებული მის სასამართლოზე მოსვლა. ხო და წულუკიანს ვეკითხები აქედან, იქ რო ბობოქრო, გამოკეტილი რო ხარ, რაღაცა დაჯგუფებასთან ერთად, რატო გეშინია სასამართლოზე მოსვლის? მოსამართლემ დაწერა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. არ დაუშვა მოწმებად ის ხალხი, ვინც ერთადერთი მოწმე შეიძლება იყვნენ ამ საქმეზე, წულუკიანი და მისი კომისიის წევრები. თუ არა ისინი, სხვა ვინ შეიძლება იყოს მოწმე საქმეზე კომისიის წინაშე გამოუცხადებულობის. ვინ შეიძლება სხვა იყოს? ფიზიკურად სხვა ვერავინ ვერ იქნება. რაც შეეხება საკითხის მეორე ნაწილს, შეწყვეტასთან დაკავშირებით, ნათელია, რომ ამ საქმეში არც ფორმალური, არც ფაქტობრივი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საკანონმდებლო საფუძველი ადამიანის ბრალდებულად ცნობის, ადამიანის მიმართ საქმის სასამართლოში არსებითად განხილვის არ არსებობს.